მოგესალმებით. დღეს ამ ვიდეოში შევისწავლით თუ როგორ დავაკავშიროთ GDScript-ი უშუალოდ მოთამაშეს და მოთამაშეს მაგივრად ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ icons, თუმცა შევხედავთ თუ როგორ შეგვიძლია მაგალითად ამ icon-ის გადაადგილება GDScript-ის დახმარებით და ფაქტობრივად შესავალი იქნება საბაზისო ნაწილისა, რა ფუნქციები არსებობს Godot-ში და როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება. კარგი, დასაწყისისთვის შეგვიძლია შევქმნათ ორი და სცენა, რომელსაც playgrounds დავწერთ, მოდი. ამ playground-ში შემიძლია ჩავსვან მოთამაშე. მოდი ეს მოთამაშე იყოს sprite 2D. ამ შემთხვევაში შემიძლია ეს გამოვიყენო და მოდი players დავაწერ ამ ჩვენს მოთამაშეს. icons გამოვიყენებ ამ ტექსტურისთვის და აი ასე გამოვიყურება ფაქტობრივად ჩემი მოთამაშე. მოდი დავასეივებ ამ სცენას და ჯერჯერობით მხოლოდ ეს texture scene მაქვს. ეხლა თუ გვინდა რომ აი ამაზე რაღაც გარკვეული მოქმედებები გავაკეთოთ, ამისათვის რა თქმა უნდა GDScript-ი გვჭირდება. მოდი playground-ი მოვნიშნოთ, დავაჭიროთ აი ამ plus ხილაკს. default-ი იყოს აქ ჯობია და create-ს დავაწყოთ. დასაწყისისთვის შეგვიძლია ესენი წავშალოთ, ესეც შემიძლია წავშალო. მოდი დავაწყოთ ჯერ ready ფუნქციიდან. ესე იგი ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ ჩვენს players, ამ players რამდენიმე რაღაც აქვს, ხო? წინა ვიდეოებში offset-ი და animation-ი უკვე გავიარეთ. შეგვიძლია რომ მაგალითად transform-ზე გავაკეთოთ და გადავიდეთ და გავამხვილოთ ყურადღება. თავიდან მოდი დავიწყოთ პოზიციით. აი მაგალითად მე მინდა რომ ამ ჩვენმა მოთამაშემს რაღაცა გარკვეული პოზიციიდან დაიწყოს თამაში. რა თქმა უნდა ამისათვის შეგვიძლია რომ მაგალითად ხელით გადავაადგილოთ, მაგრამ ამისათვის შეგვიძლია script-ის გამოვიყენოთ. მაგალითად, აქ გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა. მოდი, პირველ რიგში ეს player-ი წამოვიღოთ და მარჯვენა ღილაკით წამოვიღოთ, უბრალოდ, მარცხენა ღილაკით წამოვიღოთ, Ctrl-ს დავაწვეთ და არავშვათ და ამის შემდეგ ამ ღილაკს, მაუსის ღილაკს ავშვათ ხელი და ჩავარდება ასე და საბოლოო ჯამში გვექნება ცვლადი, onReady ცვლადი, რომელიც არის player-ი ქვია, არის sprite 2D მისი ტიპი და ეს არის მისამართი. კარგი, ჩვენ გვინდა რომ ამ ჩვენს players გქონდეს პოზიცია რაღაცა გარკვეული. ეს შეიძლება იყოს vector 2, რომელიც არის მაგალითად 500 და 500 იყოს. და როდესაც თამაში დავიწყებთ, select points დავაწვეთ, აი ეს ამ კონკრეტულ ადგილზე იქნება, მაგრამ ჩვენ დავინახავთ, რომ აი ეს ადგილი თავიდან აი ამ ადგილზე იყო, თუნდაც გვერდზე რო გავიწიოთ, ამას ჩვეულებრივ GDScript-ი გადააწერს ამ კონკრეტულს. თუ მაგალითად ჩვენ გვინდა, რომ აი ამის მაგივრად იყოს ცენტრალური ნაწილი. ეგეთი რაღაცა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შევქმნათ ცვლადი center position, რომელიც იქნება get viewport rect. აი თუ დავაკვირდებით, აი ამოვაპრინტერებ ახლა ამ ჩვენს viewports რა არის ეს center position. ჯერჯერობით ეს center position-ის ინგლისში center position-ი არ არის. აი ეს viewport rect-ს გაჩვენებთ რა არის ახლა, რო ამოვაპრინტეროთ. აი თუ დავინახოთ, ეს არის 1152/648-ზე. თუ შევამოწმებთ ამ ყველაფერს დავინახავთ, რომ აი ზუსტად ჩვენი Windows, აი ზუსტად აი ამაზე არის. აქ რაც არ უნდა შევცვალო მაგალითად 1900 რო იყოს 648-ზე და გადავცვალოთ მაგალითად აი საბოლოო ჯამში 1900 648-ზე და აქაც იგივე დამიწერა 1900 648-ზე. ანუ ჩვენ რაზეც არ უნდა შევცვალოთ, ეს დააფიქსირებს ამ კონკრეტულ viewports. და შესაბამისად თუ ჩვენ ამის ნახევარი გვინდა, შეგვიძლია რომ 2-ზე გავყოთ. და საბოლოო ჯამში get viewport გავყოთ ხო, ამის size-ი გვჭირდება ჩვენ. ზომა, მოდი ეგრე გავაკეთებ, რომ აი ამას დავაბრუნებ და ამის size-ს გაჩვენებთ რა არის. იქ ხო ცოტა აი ესეთი რაღაც დამიწერა. ხო ეგეთი რაღაც დამიწერა, მაგრამ ეხლა ცოტა განსხვავებულ რაღაცას დამიწერს. და აი ასეთი რაღაცა როგორც ვექტორი ეგრე მივიღეთ და შეგვიძლია ეს ვექტორი შემდეგ 2-ზე გავყოთ და აი ყოველთვის ცენტრალური პოზიცია მექნება ამ ჩვენი მოთამაშის. მოდი ეხლა აი ამის მაგივრად ზუსტად აი ეს center position-ი გავაკეთოთ და საბოლოო ჯამში ყოველთვის
ცენტრში მეყოლება ეს ჩვენი პლეიერი. აი, ეს ერთი გავიგეთ. ეხლა ჩვენ გვჭირდება, რომ მაგალითად ეს ჩვენი პლეიერი გადავაადგილოთ. მოდი დავიწყოთ, როგორ შეგვიძლია გადაადგილება. მოდი პოზიციებით გავაკეთოთ ჯერ და შემდეგ უკვე ნორმალური მეთოდით გავაკეთოთ ეს ყველაფერი. მოდი ეს იყოს if statement-ი შემოვიღოთ, if input. აი თუ გვინდა რომ აი რაღაცა კლავიატურაზე რაღაცა ერთ-ერთი ღილაკის დაჭერა დავაფიქსიროთ, აი ეს დიდი IT input-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ. is action just pressed და pressed გვაქვს, რომელთა შორისაც განსხვავებას გაჩვენებთ ეხლა. მოდი ეს იყოს UI left. ეს UI left ნიშნავს ეგეთ რაღაცას, რომ ну ავტომატურად რადგანაც განსაზღვრული არა, გოდოთ აი მაგალითად ეს arrow ღილაკი, მარცხენა arrow ღილაკი აი UI left-ზე აქვს დაყნებული. ამის შესაძლოა რა თქმა უნდა ედიტორიდან შეგიძლიათ, მაგრამ ну ჯერჯერობით არაფერს შეგვჭირდება ეს. ეხლა ჩვენ გვჭირდება რომ player-ის position.x-ი შევცვალოთ და ეს იყოს პლუსი და ტოლი იყოს, რადგანაც მარცხნივ მინდა გამოწვიო, მაგალითად 10-ით გამოწვევ. მოდი ეხლა ჩავთავაზებ თამაშს და მარჯვენა ღილაკს დავაწვევი და აი თანდათანობით წამოვიდა ასე. თანდათანობით აი ასე გვერდზე წამოვიდა. მოდი იგივე გავაკეთოთ ეხლა მეორეზეც. ამ შემთხვევაში UI left-ის მაგივრად იქნება UI right. და რადგანაც მე მინდა რომ გვერდზე გამოწიო, მოდი ეს იყოს 10. და აქედაც წავიდა, იქითაც წამოვიდა საბოლოო ჯამში. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს, ხო? თუმცა ეხლა ყველა ჯერზე რო არ გავიმეორო, მოდი speed-ს აქ გავაკეთებ. speed-ის დეკლარაციას აქ გავაკეთებ. speed-ი, რომელიც float-ი იყოს და მოდი ეს იყოს 10.0. და ამ ჩვენი 10-ების მაგივრად speed-ს ჩავწერ. ხო, ყველა ჯერზე გამეორება არ დამჭირდეს. მოდი გადავიდეთ უკვე შემდეგ ნაწილზე, რომელიც იქნება input is action pressed და ეს იქნება UI up. UI up. ამ შემთხვევაში ეხლა player-ის პოზიცია უნდა შევცვალო, მაგრამ x-ის მაგივრად y უნდა იყოს. პლუსი და უდრის, ზემოთ რო ავიდეს რაღაცა, ამ შემთხვევაში minus speed-ი უნდა იყოს, ხო? მოდი ამას აღარ შევამოწმებ, ვიცი რომ მუშაობს, მოდი გადავალ და ბარიღამ გავაკეთებ UI down-ზე, რომლის შემთხვევაშიც უნდა იყოს დადებითი speed-ი. მოდი აბა შევამოწმებ ყველაფერი რომ ნორმალურად მუშაობს და აი საბოლოო ჯამში ასეთი სწრაფი ქარაქტერი გვაქვს. თუმცა საქმე ის არის რომ აი აქ გვაქვს ეს დელტა. დელტა რას ნიშნავს და რისთვის გამოიყენება? როდესაც რაღაცას ვცვლით, აი ამ შემთხვევაში აი ამას როდესაც ვაწვევით is action just pressed მარცხნივ ყოველთვის იცვლება ამ ჩვენი რაღაც ქარაქტერის პოზიცია. როდესაც ასეთი ცვლადი გვაქვს, ეს რაღაცის ცვლილება ჩვენ გვჭირდება რომ დამოკიდებული იყოს დროზე და არა FPS-ზე. აი ამ შემთხვევაში თუ დელტაზე გამრავლებული არ არის, ეს არის FPS-ზე დამოკიდებული. და ჩვენ ვიცით რომ ყველა კომპიუტერს იქიდან მისი სიძლიერიდან გამომდინარე აქვს სხვადასხვა. რადგანაც არ გვინდა ჩვენი თამაში რომ ყველგან სხვადასხვანაირად გამოჩნდეს, ამისათვის დროზე დამოკიდებულება გვჭირდება. და აი დელტაზე გამრავლება ზუსტად აი მაგ დროზე დამოკიდებულებას აწესრიგებს. ეხლა თუ შევხედავთ, შედარებით ნელიც იქნება, აი მე მგონი საერთოდ არ იზრდის, ასე რომ 10-ის მაგივრად მოდი იყოს 200. 200 იყოს და დავინახოთ რომ აი ასე მოძრაობა შეგვიძლია და ეს რაც მთავარია, ყველა ჩვენს იმაზე რა ქვია, ყველა ჩვენს სისტემაზე იქნება ერთი და იგივე, მოდი 400 იყოს. რომ უკეთესად გამოჩნდეს რაღაცები. თუმცა ახლა თუ დავაკვირდებით, ნუ ეს UI left, UI right და UI down up, მაინც არ მოწყობს. ამების შეცვლა რა თქმა უნდა შემიძლია. მოდი project-ებში შევიდეთ, project settings და აი input map-ი გვაქვს აქ. აქ შეგვიძლია გადავიდეთ და აი ამ ადგილზე შეგვიძლია ეს action-ები დავამატოთ. მოდი 4 action-ი გვჭირდება, ხო? Move left, move right, გვერდზე რო წავიდეთ, move up, move down. მოდი left-ი იყოს, აი პლუს დავაწვევით. ზუსტად, პლუს დავაწვევით და 100 დავაწვევით. ღილაკზე, ღილაკ 100 დავაწვევით და ავტომატურად დააფიქსიროს მაგას. OK-ს დავაწვევი და სულ ეს არის. მოდი arrow ღილაკიც იყოს, მარცხენა ღილაკს დავაწვევი, OK-ს დავაწვევი და ეგ არის. ორი ცალი მოინიშნა. წაშლ თუ მინდა თან დაედითება აქედან არის. მოდი right-ზე D-ს დავაწვევი და ამ ღილაკს დავაწვევი. up-ზე W-ს დავაწვევი და ზემოთ ღილაკს დავაწვევი, down-ზე double ღილაკს და აი ამას დავაწვევი და საბოლოო ჯამში აი ასეთ რაღაცა მივიღეთ.
კარგი, ეხლა ჩვენ გვჭირდება რომ აქ იყოს move left-ი, ну რეალურად აი აქ ყველგან შეგვიძლია ეს UI just move-ით გადავაკეთოთ და ეს არის. აი ამის გაკეთება შემიძლია ერთზე ხო ჩავდექი, მე alt-ს დავაჭირო და არაუშვა და რამდენიმეზე შემიძლია გავაკეთო და ავტომატურად იმუშავებს. კარგი ბატონო, შევამოწმოთ რომ ყველაფერი რიგზი არის. კი, ყველაფერი რიგზი არის, ძალიან კარგად მუშაობს საბოლოო ჯამში. მაგრამ ერთი პრობლემაა, ეხლა ეს ძალიან ზედმეტი არის. ამის დაწერა ამდენი if statement-ი არანაირად არ შეიძლება. ასე რომ, მოდი ამ ყველაფერს ახლა მე დავაკომენტარებ და ამის მაგივრად შემოვიტან ეგეთ ცვლადს. var direction. ანუ რაღაც direction შემოვიტან და ამ direction-ის შემოტანის შემდეგ ამ direction-ის შევცვლი რაღაცას. ეგეთი ფუნქცია არსებობს. input-ის დაფიქსირება მჭირდება და get vector. რომელსაც შეუძლია დააფიქსიროს რამდენიმე რაღაც. მოდი ჯერ დავწერ და მაგის შემდეგ გავაკეთოთ. პირველი მხოლოდ ნეგატიური x. ნეგატიური x რა არის? მარცხნივ move left-ი არის, ხო? იმიტომ რომ მარცხნივ რო წამოვიდე x ღერძზე, უბრალოდ ნეგატიური მიმართულებით რო წავიდე x ღერძზე არის move left-ი. მეორე არის დადებითი move right. move right. მესამე არის ნეგატიური y. ეს არის move up, ხო? ზემოთ უნდა ავიდე. მეოთხე გვაქვს move down. და საბოლოო ჯამში ეს რაღაცა მივიღეთ. მოდი ახლა მოვაპრინტეროთ ეს direction-ი და ვნახოთ რას მოგწევს. მოდი ჩავართოთ თამაში და ვნახოთ, ნახეთ თავიდან მაძლევს ნოლებს. ახლა მოდი W-ს რო დავაწვე. ნახეთ y-ი შეიცვალა, ეს მეორე ხო y-ია, y-ი შეიცვალა -1-ად. S რო დავაწვე, 1-ად შეიცვალა. 100-ს რო დავაწვე, ანუ მარცხნივ წამოვიდე, -1-ს დააჭირა, მარჯვნივ რო წამოვიდე, 1 გახადა. და აი ზუსტად მაგის გამოყენება შეგვიძლია ამ ჩვენი თამაშისთვის. მოდი ახლა შემოვიღოთ velocity. სანამ velocity-ზე გადავთ, კაი, position-ი შემოვიღოთ. Position უდრის direction-ი გამრავლებული speed-ზე. და მოდი პლუსით გავაკეთოთ ეს. გამრავლებული დელტაზე. როგორც ეს აქამდე გქონდა. მოდი შევამოწმოთ თუ მუშაობს და ის საბოლოო ჯამში აბსოლუტურად იგივე რაღაცა მივიღეთ, რაც აქამდე გქონდა, ხო? ეხლა ესენი საერთოდ არ მჭირდება მე მაგალითად, მოდი ამასაც წავშლიდაშე. ესენი საერთოდ არ მჭირდება. აი ამ ძალიან პატარა ორი ხაზით იგივე რაღაცა მივიღეთ, რაც აქამდე იმით გქონდა, ხო? ერთი და იგივე რაღაცის მიღწევა შეიძლება. თუმცა, როგორც ასეთი, ჩვენ პოზიციას არასოდეს არ ვცვლით, როდესაც აი character-ზე გვაქვს ვაკეთებთ რაღაცებს. ამისათვის ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ velocity-ს. ახლა velocity როგორ გამოიყენება? პირველ რიგში velocity რო გამოვიყენოთ, ყველაზე არ შეგვიძლია. აი მაგალითად character body-ს აქვს შაშენებული ეგ, ანუ ტიპს გააჩნია რა ტიპის node-ი გვაქვს. მოდი ეს ჩვენი player-ი, მოდი აქ დავამატოთ character body. character body დავამატოთ. მოდი ეს player-ი აი ამაში ჩავაგდოთ. სინამდვილეში ეს გვინდა რომ იყოს player-ი, ეს იყოს უბრალოდ sprite-ი და აი ამას გქონდეს თავისი collision shape. მოდი ახლა ამის პოზიციას დავაბრუნებ საწყის ადგილზე. მოდი collision shapes მივანიჭებ აქ, რომელიც უნდა იყოს rectangle-ი. დავასეივოთ. აი ამის მაგივრად მოდი აი ეს player-ი ყავდეს აქ. და მოდი ეს player-ის პოზიცია ავტომატურად მანდ იქნება, მოდი დავტესტოთ ეს ყველაფერი თუ მუშაობს, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზი არის. მაგრამ მე მჭირდება აი აქაც ავტომატურად გადააკეთა ამ character body გახადა აქ საბოლოო ჯამში. ეხლა მე მჭირდება რომ აი ამ ყველაფრის მაგივრად, აი პოზიციის მაგივრად შეიცვალოს სხვა რამე, რაც არის velocity. უბრალოდ ჩავწეროთ velocity. ხო, ოღონდ ჩვენ გვჭირდება რომ ჩვენ გვჭირდება ну ამის გადადგილება საბოლოო ჯამში შეგვიძლია, მაგრამ აი ამ node-ის ტიპი უნდა იყოს character body. ასე რომ, მოდი აი თვითონ აი ამაზე დავამატოთ ეგ ყველაფერი. მოდი ახლა ამას წავშლი მე საერთოდ, აღარ მჭირდება. ფაზი გავაკეთებ აქ. აქ იყოს პოზიცია, მაგრამ movement-ი ჯერჯერობით არსად არ მაქვს. movement-ი შემიძლია რომ აი ამ player-ზე დავამატო.
მოდი ეს პლეიერი თავისი ცალკე სცენა გავხადოთ. მოდი რა თქმა უნდა მაგის გარეშე შეგვიძლია, მაგრამ მოდი უკეთესი იქნება თუ გავხდით მაგას. მოდი მარჯვენა ღილაკს დავაწვეთ. დავაწვეთ save branches-ი. უბრალოდ აი აქ reset position, reset rotation, reset scale გვჭირდება. reset position-ი რომ ისედაც გავაკეთე, მაგრამ მაინც იყოს მონიშნული, ესენი არ შეგვიძლია, ასე რომ შეგვიძლია დავანებო და უბრალოდ დავასეივოთ. და აი ცალკე სცენა შეიქმნა, ამას შეგვიძლია დავაწვეთ და აი ვნახავთ, რომ აი ეს რაღაცა კონკრეტული სცენა გვაქვს შექმნილი. მოდით დავაწვეთ players, აქაც დავამატოთ რაღაცა გარკვეული script-ი და აი extends character body გვაქვს საბოლოო ჯამში. კარგი. მოდი აქ შემოვიღოთ ახლა physics process ფუნქცია და აქ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. აქაც იგივენაირად შეგვიძლია var direction შემოვიღოთ, სადაც გვექნება input-ი, get vector, სადაც გვექნება move left-ი, move right-ი, move up და move down. კარგი, ეს ერთი შემოვიღოთ, ხო? ეხლა ჩვენ გვჭირდება velocity. Velocity უდრის direction-ის ნამრავლი, speed-ზე და ნამრავლის speed-ზე. მოდი ახლა speed-ი შემოვიღოთ, რომელიც იქნება float-ი, იქ როგორც მახსოვს 400 მივეცი და შევამოწმოთ ახლა თუ რამე მოხდება აქ. არაფერი არ მოხდა, რაღაცებს ვაწვევი, მაგრამ არ ხდება არაფერი. ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ ამ velocity, რომელიც ჩაშენებულია, ნახეთ, თუ დავაკვირდებით, speed-ის დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ velocity დეკლარირებული არ აქვს. Direction-ის კი დეკლარირებული გვაქვს. ეს velocity ჩაშენებული ფუნქცია, რომლის გამოსაძახებლად გვჭირდება move and slide. თუ ჩვენ აი ამას გავაკეთებთ, საბოლოო ჯამში ეს რაღაც გარკვეული velocity გვექნება და აი ამით შემიძლია ვამოძრავოთ საბოლოო ჯამში. ეხლა ნახეთ თუ დავაკვირდებით, აქ დელტაზე არ გავამრავლე. დელტაზე იმიტომ არ გავამრავლე, რომ ეს velocity უდრის დავწერე უბრალოდ. აი აქ რო დამეწერა პლუსი, აი ამ შემთხვევაში დამჭირდებოდა რომ დელტაზე გამემრავლებინა. მაგრამ ეს პლუსი აქამდე არ დამეწერია. ეხლა ამას თუ გავაკეთებ, ეს ავტომატურად ასე სულ გაიზრდება საბოლოო ჯამში. და ასეთ რაღაცას მივიღებთ. ეს ხანდახან სრიალის ფუნქცია შეგვიძლია გავაკეთოთ ხოლმე და აი ამის მოგვარება როგორ ხდება. ეხლა ნახეთ, მოდი პრინტს გავაკეთებ, რომ კარგად დაინახოთ. velocity. ნახეთ, თავიდან ეს ჩვენი velocity არის 0-ის ტოლი. რაღაცას რო დავაწვევი, ნახე შეიცვალა და ყოველთვის იზრდება, აი 200-მდე წავიდა და სულ ეგრე გაქანდება და გამოქანდება. ეხლა ამის ერთი cap-ის გაკეთება შეგვიძლია და მეორე შეგვიძლია რომ 0-მდე წავიყვანო თანდათანობით. ეგეთი რაღაც გაკეთება შეგვიძლია. თუ ჩვენ მაგალითად, მაგალითად რაც შევწყვეტ, if we have direction, მაგ შემთხვევაში მინდა რომ აი ეს გავაკეთო. სხვა შემთხვევაში მინდა რომ velocity ტოლი იყოს velocity dot move towards აქ მინდა რომ იყოს ვექტორი 0 რო გახდეს და შემიძლია შევცვალო speed vector 2 და საბოლოო ჯამში გვერდზე წავა და შემცირდება 0-მდე. რა თქმა უნდა, ახლა აქ speed-ი შეგვიძლია სხვადასხვანაირი გავხადოთ, იმის მიხედვით თუ როგორ მინდა რომ ეს friction რაღაცა წინააღობა განსხვავებული ქონდეს. თუმცა აქ ერთი დემონსტრაციულად კი ჩვენ საბოლოო ჯამში ეს პლუს როდეს ვიყენებთ. აქ ერთი რაღაცა არ გვჭირდება. კონკრეტულად აი ეს არის delta არ გვჭირდება აქ არანაირად. იმიტომ რომ როგორც გითხარით ეს velocity და move and slide ერთად მუშაობენ, ხო? ჩაშენებული ფუნქციები არის, რომლებიც კოდში ავტომატურად გვაქვს. და ეს velocity ავტომატურად მრავლდება დელტაზე. შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ რომ დავწეროთ ნამრავლ დელტაზე, არასწორი იქნება, რადგანაც ორჯერ ვამრავლებ დელტაზე და ეს არანაირად არ გვჭირდება. და საბოლოო ჯამში იგივე რაღაცას მივიღებთ. ძალიან დარბი საკეთი გით, შეგვიძლია ცოტა შევამციროთ მაგალითად 100-მდე ეს და აი საბოლოო ჯამში რაღაცა აი ასეთ რაღაცას მივიღებთ. რაღაცა ასეთი გაქცევა არის საბოლოო ჯამში. ხო, აქ დებაგერი ერთ რამეს გვეუბნება, რომ აი მაგალითად დელტა გვაქვს გამოძახებული, მაგრამ არასოდეს არ ვიყენებთ. თუ მაგალითად ეგ მაინც და მაინც შეგაწუხებთ, შეგვიძლია რომ ეს დაბლა ხაზი დავუწეროთ და აი მაგალითად ამ ადგილზე ეგ პრობლემა აღარ არის,
არც ამ ადგილზე აღარ იქნება ეს პრობლემა, თუ ამ დახრილებას დავუწერთ, საბოლოო ჯამში შეგვიძლია ჩავთვლით თამაში და ეს ჩვენი ერორები საერთოდ აღარ იქნება. ერთი რამე, რაც შეგვიძლია დავამატოთ, არის რომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ძალიან შემაწუხებელია მაგალითად როდესაც თან ყველა ჯერზე რაღაც ამის დაჭერა გვჭირდება და შეგვიძლია რომ ეს გზა დავაყენოთ ეგ ყველაფერი. მოდი project setting-ებიდან შევიდეთ, ახალი action-ი გავაკეთოთ, quit გავაკეთოთ, რომელიც ექნება escape-ით. მოდი ახლა playground-ის script-ში გადავიდეთ და ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. process ფუნქციაში შეგვიძლია ჩავწეროთ მოდი ცალკე გავაკეთოთ დეკლარირება. quit if input is action just pressed, quit. Quit. მაგ შემთხვევაში მინდა რომ get 3 და quit. შემიძლია შემდეგ რომ ეს ფუნქცია გამოვიძახო ამ ადგილზე და ეს არ დამჩეს აქ get 3 საუნდსროლად ეს ჭირდება და ეს საბოლოო ჯამში როდესაც ჩავთვალ და escape-ს დავაწვევი, ესეც გამოვირთვება. ესეც პატარა რაღაცა გამოსადეგი მეთოდი არის. საბოლოო ჯამში ასე გამოვიყურებთ ჩვენი player-ის script-ი. ეს არის ძალიან მინიმალური ვერსია, რითაც შეგვიძლია ცოტა კომფორტული გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა JavaScript-ზე. მომდევნო ვიდეოებში უფრო მეტად დაწვრილებით ჩავალთ სიღრმეებში, თუ როგორ შეგვიძლია player შექმნა, მისი ანიმაციები და ასე შემდეგ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.